შენობა, რომელიც მთავრობამ დევნილებისათვის რამოდენიმე თვის წინ გახსნა და თანაც საზეიმოდ ავარიულია. დღეს იქ მცხოვრებები კვლავ პრობლემებზე საუბრობენ. ქუთაისში ყოფილ სკოლა-ინტერნატის რეაბილიტირებულ შენობაში შესახლებულებს ცხოვრება გაბზარულ და დამსკდარ კედლებში უწევთ. კომპანია კი, რომელმაც ბიუჯეტიდან სარემონტო სამუშაოებისათვის $1,000,000 ლარზე მეტი მიიღო, დევნილთა სამინისტროს მიერ შავსიაშია შეყვანილი. მისმა დირექტორმა კი ქვეყანა დატოვა. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ხარისხზე და უნდა აკონტროლებდეს თუ არა დამკვეთი უწყება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშაობას. ვიდრე ეს საკითხები მოგვარდება, იმედგაცრუებული დევნილები მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ქუთაისში ჭავჭავაძის 58 ნომერში მდებარე შენობას სარემონტო სამუშაოები სულ რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა. კორპუსი, სადაც 70-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დღეს ასე გამოიყურება. ყოფილ სკოლა-ინტერნატში შესახლებულებს ცხოვრება გაბზარულ და დამსკდარ კედლებში უწევთ. დევნილები დახმარებისათვის სუბარის უწყებას მიმართავენ. რაც შემოვედით, იმის მერე კედლებმა ნგრევა დაიწყო. შენობა თვითონ წყალზე დგას. ვერ გაარკვიეს, საიდან არის ეს სინესტე, წყალი საიდან მოდის. ახლა დაიწყო დაწევა კიდე შუანასა დარბაზზე, მაინც განსაკუთრებით ძალიან რთულ მდგომარეობაშია. შენობა 2014 წლის 23 მაისს დევნილთა ყოფილმა მინისტრმა დავით დარახველიძემ და მხარის წმუნებულმა საზეიმოდ გახსნეს. 70-მდე ოჯახზე გათვლილი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია NBG-მ შეასრულა. კომპანია NBG ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დატოვებთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2013 წელს გაიმარჯვა. NBG შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის $1,158,000 ლარი მიიღო. ჩვენ რა თქმა უნდა საქმის კურსში ვარ და ტექს ზედამხედველობის დეპარტამენტმა იცის, რომ შენობის ერთ ნაწილში ერთ ადგილას არის გარკვეული ბზარები და ამის შესწავლა მიმდინარეობს და შესაბამისი საპროექტო ორგანიზაცია ასწორებს ამას. სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისათვის კომპანია NBG დევნილთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ შავსიაში უკვე შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია მონაწილეობას ვერცერთ სახელმწიფო ტენდერში ვეღარ მიიღებს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანია NBG-ს 100%-იანი წილის მფლობელი ნუგზარ ენდელაძეა. კომპანიის მისამართი კი ბაღდადში, ვაჟა-ფშაველას ნომერ 4-ში ფიქსირდება. კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობაზე ჩვენ უკვე გადაგზავნილი გვაქვს შესაბამისი უწყებებისათვის და შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეს იქნება. NBG-ს დირექტორთან დაკავშირება დღეს შეუძლებელია. გავრცელებული ინფორმაციით ნუგზარ ენდელაძემ საქართველოს დატოვა, რადგან მას დევნილთა სამინისტროს გარდა პრობლემები სხვა საჯარო დაწესებულებებთანაც შეექმნა. სუბარის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ ჩატარდება, რისთვისაც სამინისტრომ ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა. დევნილებს ბუნებრივი აირის პრობლემაც აქვთ. ამბობენ, რომ ზამთარში ელექტროღუმელები თბებიან, დავალიანების გადახდას კი ვერ ახერხებენ. სერვიტა სამინისტროდან ვითხოვთ დღევანდელ დღეს გაზიფიცირებას რა. გაზიფიცირება არა გვაქვს და ძალიან გვიჭირს შოგდენზე გადასახადის გადახდა და ეს ვერანაირად ვერ ვათქვებთ ოთახებზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის 58-ში გაზიფიცირება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და დევნილ მოსახლეობას ბუნებრივი აირის პრობლემა მოეხსნება. მაშინ როცა დევნილებს ოზარ სუბარის უწყებასთან პრეტენზიები აქვთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა, მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსს აკავებს. დაკავებულს ბრალადდება მოქალაქისაგან დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით $1,000 აღება. მიმდინარეობს მომხდარზე გამოძიება.